საღამოშვიდობისად მადლობთ რომ გვიყურებთ. მრავალთვიანი კამათის შემდეგ ხვალ პარლამენტი ბოლოს და ბოლოს განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმცირესობამ მზადაა მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში, თუმცა გარკვეული პირობებით. უმრავლესობა კი აცხადებს, რომ არანაირი წინასწარი დათქმები საჭირო არ არის. ყველაფერი მარტივად უნდა გადაწყდეს. მატრიცაში საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი. საღამოშვიდობისა კახამადლობა მოსწვისთვის პირველ რიგში მინდა გკითხოთ რამდენად ელოდით იმ განცხადებას რომელიც უმცირესობამ გუშინ უკვე ნაშუა ღამეს გააკეთა რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ გარკვეული დათქმებით მართალია მაგრამ მაინც საკონსტიტუციო ცვლილებებს რომელსაც ამდენი თვე ეწინააღმდეგებოდნენ პირდაპირ თქვა ველოდი იმიტომ რომ რეალურად არჩი პრინციპია ხომიცით ჩათრევას ჩაყოლა ჯობია და ამიტომ მანდ იყო ერთი საშიშროება როგორც ჩანს მიხვდნენ რომ ვიღაცეები მათი ფრაქციიდან უკვე მზად იყვნენ იმისთვის რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ სესიას და რასურაც მიიღებდნენ შემდგომში წარმოიდგინეთ რომ იძახიან არა ჩვენ ამას არ დაუჭერთ პრინციპულად რაღაცები თქვენ რო არ დაგვითმეთ ჩვენ ამას არ დაგითმობთ და სესიაზე უცბად გაირკვა რომ ვიღაცეები რაღაც ჯგუფები აძლევენ ხმას მათი ფრაქციიდან და რა მოხდება ახლა რა მოყვება ამას ერთი რომ ფაქტობრივად სახეზე იქნება ის რომ ნაცმოძრაობაში პრობლემაა ფრაქციაში და გაიხლიჩა ვიღაცეები ახლა შემდგომში უკვე რა ხდება ერთი ის პრობლემაა რომ ნაცმოძრაობას ფრაქციაში უკვე ერთიანობა აღარ არის ხო მაგრამ მეორე პრობლემა ახლა ამ ხალხთან ერთად ფრაქციაში გაჩერება უკვე ცოტა რთული იქნება მათთვის გამოდის რომ ეს ადამიანები უნდა გასულიყვნენ ნაცმოძრაობის ფრაქციიდან და შეექმნათ საკუთარი ფრაქცია. და ეს რას ნიშნავს, რომ მომავალ ყველა შემთხვევაში 2/3 სადაც დაჭირდება, ეს ჯგუფი მხარს დაუჭერდა და ყველაფერზე უკვე კარბლანში ექნებოდა გახსნილი ქართულ ოცნებას. ანუ ეს არის უფრო მეტად ზომა იმის შესანარჩუნებლად, რომ ხალხს აჩვენონ, რომ ჩვენ ერთიანები ვარ და უბრალოდ უთმობთ, ხო ხედავთ რა სიძახიან ახლა რეიტინგული რაღაცა ის გავაკეთეთ თუ გამოკითხო. და შემდგომში რამდენის დაგაკლდებათ იმდენს მოგცემთო მაგრამ აი ამ რეიტინგულში ახლა ბუნებრივია ის ხალხი ვინც ფარულად რაღაც მონოპარაკებებს აწარმოებდა დღეს არ მოინდომებენ რეიტინგული გამოკითხვის დროს უჩვენონ რომ ისინი ქართულ ოცნების ინიციირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერენ მაგრამ მეორე მხრივ ეს ნაცმოძრაობამაც იცის რომ გარდაუვალი პროცესია იმიტომ რომ ნაცმოძრაობაში არის ხალხი რომლებიც რეალურად მიშა სააკაშვილის გაყვებიან ბოლომდე ასე რომ ვთქვათ ფუნდამენტალური ნაციონალები არიან და არის ადამიანები ვინც მიშა სააკაშვილთანაც მთავრობაში კარგად იყვნენ მანამდე სხვა მთავრობაშიც კარგად იყვნენ სხვა გუნდშიც კარგად იყვნენ და ახლა არაპირებენ რომ რაღაც ბოლომდე მათი მარგინალიზაცია მოხდეს ამიტომაც ცდილობენ ბუნებრივია საკუთარი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე რაც მათ გააჩნიათ დღეს უკვე რაღაც კონსტრუქციული ოპოზიციის როლში იყვნენ ქართულ ოცნებასთან. ეს ამიტომაც მე ვფიქრობ რომ უბრალოდ მიხვდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს რასთან ჰქონდათ საქმე და თქვენს რომ არ არის პრობლემა. თუ გინდათ დაუჭერთ. ჩვენ თვითონ დაუჭერთ ამას მხარს. ეხლა რა შემიძლია მეორე პრობლემა რეიტინგულ ჯერ ეს რა საჭირო იყო საერთოდ რეიტინგული გამოკითხვა თავისთავად ძალიან საინტერესო ფენომენი იყო. ხო ჩავატარებთ გამოკითხოს, ნახავთ რამდენი ხმა გაკლიათ და ზუსტად იმდენი ადამიანი თქვა ჩვენი ფრაქციიდან მისცემს. ძალის დემონსტრირება. ეს არის ძალის დემონსტრირება რომ ჩვენ ხო ხედავთ უჩვენოთ მაინც არა უჩვენოთ მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებთ სულ თემაში უნდა იყვნენ და ამიტომაც აცხადენ უჩვენოთ ხო ხედავთ ვერაფერს ვერ გაიტანთ მომავალში ციცოდეთ და ამიტომაც ნუ ამაში შევთანხმდით ჩვენ კარგი მოგცემთ რახან ესეთი შიშები გაქვთ იმ რაოდენობის ხმებს რა რაოდენობაც თქვენ გაკლიათ მაგრამ მომავალში იტოვებენ თემებს რომ მომავალში თუ რამეს მოიფიქრებთ 2/3 სადაც იქნება საჭირო იქ ისევ და ისევ ჩვენთან მხოლოდ კონსულტაციების შედეგად ეს თამაშის რაღაცა წესებია რომელსაც ნაციონალები ამკვიდრებენ რამდენად ადეკვატური იყო ეხლა დავით უსხლაშვილის პასუხი ამაზე რომ არანაირი რეიტინგი ბლეფი სადაც ერთ-ერთი ეთამაშებიან ეს იყო გუშინ პრეზიდენტმა მართალია რთულად მაგრამ გაიხსენა ბოლოს ხო აი სუფთა ბლეფი იყო ერთი მხრიდან ერთი აცხადებდა რომ მაგ ისედაც უშენოთ მეორე მხრიდან ესეც ახლა რომ არაფერიც არ გაქვს დათვლილი მაგ მაგრამ მეორე იქ უკვე რეალობაში კიდე ითვლიდნენ ხო და აი ამის უკან აი ეს თამაში იდგა რომელიც ახლა დასრულდა კარგი ახლა გამიხილოთ დავით უსუფაშვილის პასუხი ამაზე რომ არანაირი რეიტინგული გამოკითხვა ამისთვის საჭირო არ არის
პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარა ვერ ჩაატარებენ რეიტინგულ გამოკითხვას ამ თემაზე, იმიტომ რომ რეიტინგული გამოკითხვა პარლამენტში ნებისმიერი მოქმედება რეგლამენტით არის განსაზღვრული. ესე არ არის დავიჯდეთ ახლა და აბა ვნახოთ პულტებს დააჭირეთ ხელი, არ დააჭირონ. ყველაფერი დარეგულირებულია რეგლამენტით და ეს რეიტინგული გამოკითხვაც სუსტადაც დარეგულირება რა პირობებში შეიძლება ჩატარდეს. ეს პირობები არ ითვალისწინებს რეიტინგულ გამოკითხვას. ეს თვითონ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმაც იციან ძალიან კარგად, იმიტომ რომ ახლა მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ანუ პროცედურის დარღვევაც კი იქნებოდა. პროცედურის დარღვევაც იქნებოდა, ბუნებრივია ძალიან კარგად იცოდნენ უბრალოდ, ან თემა ინტერესებდა, თემა ასე რომ ვთქვათ, წამოწიეს წინ, მეტი არაფერი. ეხლა ქართული ოცნება პრაქტიკულად დაიძულებს ნაციონალურ მოძრაობას სრული შემადგენლობით მისცენ ხმა. რომ არ გამოჩნდეს ის როგორ არის დაყოფილი. ვინც მერყეობს, კი. და გარდა ამისა, ახლა იქ ბუნებრივია ეს პროცესები გაგრძელდება. ოქტომბრის შემდეგ უფრო მეტად გაგრძელდება და გარდაუვალია ნაცმოძრაობის ფრაქციის დაშლა. ეს იქნება უბრალოდ ოქტომბრის შემდეგ თუ ეს ოქტომბრამდე ისევ ნაცმოძრაობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. გარდა ამისა, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, რომ ქართულ ოცნებას თვითონ აი სამი ოლქი დაეთმო იმ ოპოზიციისთვის, რომელიც არ არის პარლამენტში წარმოდგენილი, რომ საშუალება მიეცეს იმ პარტიებსაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ერთის მხრივ ჟესტია ძალიან კარგი უცხოელებისთვის, რომლებიც სულ იმაზე საუბრობენ, რომ თქვენ ახდენთ რაღაცა, ნაციონალურ ხვალს ხედავენ, რომ აი თითო ხმას დაძდევთ, ჩვენზე ზეწოლა, უცხოელებიც ზოგი ნაწილი უცხოელების ამას აგრძელებს ამ რიტორიკას. ამიტომაც კარგი ჟესტი იქნებოდა, რომ აგერ ბატონო ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას. სამსაც უთმობ იმ დანარჩენ ოპოზიციას, რომელიც იმ კონტრასტული არჩევნების შედეგად ვერ მოხვდა პარლამენტში. ეს სამი რო შევიდოდა, ბუნებრივია კიდე რამოდენიმე ნაცმოძრაობიდან, ვისაც ახლა ძალიან უჭირს ნაცმოძრაობიდან გასვლა და ქართულად დამოუკიდებლად ფრაქციას ვერ შეცქმნიან, მაგრამ ამავდროულად ქართულ ოცნებაში არ უნდა შეცვლა. ბუნებრივია მათთვის უფრო კარგი იქნება ესეთ ნეიტრალურ ფრაქციაში აღმოჩენა. გარდა ამისა, ახლა იქნება რა, რომ უმცირესობაში მხოლოდ ნაცმოძრაობა არ არის, ის კვოტები, ის ყველაფერი გაიყოფოდა უკვე სხვა პარტიებმა. ახლა ჩვენ რა გვაქვს? პარტიებმა, პარტიებმა ვთქვათ, დამოუკიდებელმა პარტიებმა, ესე ვთქვათ, ამ პარტიებმა, რომლებიც არც კოალიციის წევრები არ არიან და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია იყო თავის დროზე შეგვიძლია გავიხსენოთ, ხო? ვაიდა ვერ მოუგო ნაციონალურ მოძრაობას. ახლა ეს არის გამორიცხული. ეს არის გამორიცხული, თუ ქართული ოცნება ახლა სპეციალურად არიზავს ისე რომ ვერ მოუგონ, ეს არის გამორიცხული. ახლა დღეს თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენელს აქვს საშუალება მოიგოს ოლქი, ეს ფანტასტიკის სფეროდან შედარებით, ხო, ისევ და ისე. გამორიცხული. აი სულ რო ისეთი ადამიანი წამოაყენოთ, რომელიც არ არის პოლიტიკოსი და ხალხი არ იცნობს ნაცმოძრაობის კანდიდატს, მაინც მხარდაჭერა ნაკლები ექნება ვიდრე იმას. აქ მთელი ტექნოლოგიები ახლა თუ გინდა რომ ადამიანმა მოიგოს, შეგიძლია უბრალოდ შესთავაზო რომ რამოდენიმე პარტია ახლა ვიცი რომ არიან უკვე კანდიდატები, ჩაატარონ შიდა პრაიმერები და იმ ერთმანეთის ხმები არ გაღვიჩონ, შიდა პრაიმერის გამოკვეთილი კანდიდატი იყოს რომელიმე ოლქში. ეს ძალიან კარგი იქნებოდა თვითონ ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ გეგმაში ქართულ ოცნებას არა აქვს ნაცმოძრაობასთან ერთად ისეთი სქემის ჩამოყალიბება, რომელიც ითვალისწინებს რამოდენიმე სუბიექტს, მხოლოდ და მხოლოდ მძლავ პოლიტიკურ სუბიექტს საქართველოში, დანარჩენი წვრილი პარტიების მათი ხედვით წვრილი პარტიების მარგინალიზაცია უნდა მოხდეს, რამოდენიმე 1, 2, 3 სუბიექტი ჩამოყალიბდეს, მათ შორის ნაცმოძრაობაც უკვე მიშა სააკაშვილის გარეშე და ესენი იქნებიან როგორც აი ამერიკაში რესპუბლიკელი დემოკრატები, რომლებიც წლების მანძილზე ერთმანეთს შეცვლიან ხელისუფლებაში. რამდენად რეალურად თვლით, რომ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გარეშე დარჩეს, ანგარიშგასაცემ პოლიტიკურ ძალას. ახლა ასე თუ ისე ნაცმოძრაობაში, ყველას ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრის შემდეგ ვეღარ იქნება ახლა ესეთი მოქმედი პოლიტიკური ფიგურა, ახლა პრეზიდენტობის შემდეგ ხო ვერ იბრძოლებს ის დეპუტატობაზე ან სხვა, მაგრამ მეორეა რომ ნაცმოძრაობაც თვითონ არ არის ერთიანი მონოლითური ორგანიზაცია, სადაც ერთი იდეოლოგიით არის ხალხი. ძირითადად როგორი კატეგორიის ხალხია ნაცმოძრაობაში. ისინი, ვინც პირადად მიშა სააკაშვილს უჭერენ მხარს, ვანო მერაბიშვილს, არიან ასევე თავისუფლების ინსტიტუტის მიმდევრები, თავის ფრაქციაში და ფრაქციები და გარდა ამისა არიან ხალხი, რომლებიც
ადამიანებს უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ, უნდათ მთავრობაში ყოფნა, სხვანაირად ვერ მოხდებოდნენ და ამიტომაც ნაცმოძრაობაში იყვნენ. ახლა ბუნებრივია, როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნება ნაცმოძრაობა და კარგი პერსპექტივა აღარ აქვს, კარგი ხანი ხელისუფლებაში დაბრუნებისა, ის ხალხი ახლა შეეცდება, რომ რამენაერად მოძებნოს ისეთი ნიშა, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩნენ ასევე აქტიურად, როგორც იყვნენ მანამდე. ამიტომ არც მთლად ესე არ არის ადვილად საქმე ნაცმოძრაობაში, როგორი წარმოჩენაც უნდა ზუსტად აი 19 აპრილი რაღაც თემები, ძალის დემონსტრირება, მედია სივრცის ოკუპაცია იმას ემსახურება ზუსტადაც, რომ საკუთარი მხარდამჭერები მობილიზებულები ყავდეთ, რომ ვიღაცებს გაუჩნდეთ რაღაც იმედი, რომ ესენი ხედავ რა ძლიერები არიან, ყოველდღე თემებს კარნახობენ. სამწუხაროდ კოცნება აძლევს ამის საშუალებას. ეხლა მე უბრალოდ არ მინდა ვისაუბრო იმაზე, ეს ხდება განზრახვით თუ ეს ხდება ზოგ შემთხვევაში არაკომპეტენტურობით, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ მედია სივრცე მთლიანად ოკუპირებულია ორი პოლიტიკური ძალით, ქართული ოცნება, ნაცმოძრაობა. და აქედან გამომდინარე, წარმოედგინეთ, რომ არასაპარლამენტო პარტიები საკმარისად აქტიურები არ არიან. საკმარისად აქტიურები არ იქნებიან ისე იმიტომ რომ თუ არ მისცემ თემას, არა, თემას თუ არ მისცემ და ახლა მაგალითად რატო არ არიან, არ დაგითახმებით, მაგალითად რომელიმე კონკრეტული თემა. ჟურნალისტები მიდიან პირველი ოცნების დეპუტატებს ართმევენ კომენტარს, შემდგომში მიდიან ნაცმოძრაობას ართმევენ, საპარლამენტო ოპოზიციას და არასაპარლამენტო ოპოზიცია ან მიდიან, ან არ მიდიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ რომ არ მიდიხართ იმათთან, იმათ სალაპარაკო არაფერი არ აქვს, მაგრამ რომ არ მიდიან, ამიტომაც ისინი რეალურად პოლიტიკურ ცხოვრებას ეკრანიდან ყოველ შემთხვევაში ჩამოცილებულები არიან. ამიტომ ვიძახი, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს ხალხი ყოფილიყო პარლამენტში. ახლა ეგ მეორეა, ორი გეგმაა, ხო, თუ გინდა რომ რეალურად, თუ რაღაც თამაშს არ თამაშობ ამერიკელების, გერმანელების და სხვის ნაკარნახებ თამაშს არ თამაშობ, ორი მომენტია. ეს რომ ხომ ჩანს, რომ ეს პარლამენტი არ არის ის პარლამენტი, რომელიც ადეკვატურად ასახავს მოსახლეობის განწყობებს და პროპორციულად არიან წარმოდგენილები ისე პოლიტიკური ფიგურები, როგორი მხარდაჭერაც აქვთ მოსახლეობაში. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონტრასტული პარლამენტი. იყო ხალხი, რომელმაც თქვა, რომ მე მინდა მიშა და მიშას ქოლგის ქვეშ აღდგენა ნაცმოძრაობას მისცეს ხმა. იყო ხალხი, რომელმაც თქვა, რომ მე არ მინდა მიშა. ახლა ზოგს ძალიან მაგრად უყვარდა და მოწონდა ბიძინა ივანიშვილი, ზოგი კიდე უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ხათრით და იმის ხათრით, რომ მიშა აღარ დარჩენილიყო, წავიდა და ქართულ ოცნებას მისცა ხმა. ანუ ეხლა ჩვენ გვაქვს ძალიან კონტრასტული პარლამენტი. ახლა როგორი გეგმა, ან უნდა გაგრძელდეს თუ ეს თამაშია, რომ ორი ძალა დარჩეს ხელისუფლებაში და ვიღაცები უნდა გამოკვეთონ თვითონ შიგნიდან კოალიციიდან ის ძალები, რომლებაც დღეს რეალურად დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში არ აქვს, მაგრამ ის სახელმწიფო ბერკეტებთან რომ მიუშვებდა, გააძლიერებ ბუნებრივია ეს ადმინისტრაციული რესურსი თავისაშვება და ძალის დემონსტრირება თავისაშვება და აუცილებლად რაღაც ძალას ისინი მოიკრებენ და შემდგომში უკვე იქნებიან ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალა, რომელიც სულ მუდმივად იქნება ასპარეზზე, ან მეორეა, ან უნდა შემოიყვანო ეხლა ის ადამიანები, რომლებიც თამაშგარე მდგომარეობაში არიან დარჩენილი სხვათა შორის შენ პოზიციის გამო, იმიტომ რომ იმათ ხომ არ უთქვამთ, რომ მე არ მინდა ქართულ ოცნებაში გაწევრენ, შენ თქვი რომ ეხლა დრო არ არის რომ შენ იყო ჩემთან, მაგრამ შემდგომში მე შენ აუცილებლად მოგცემ საშუალებას, იმიტომ თუ დემოკრატიულ ქვეყანას აშენებ, ეს ადამიანები ვიღაცის ინტერესებს წარმოადგენენ. ანუ პლანი A უნდა იყოს რა, რომ ეს ადამიანები ან შემოიყვანო, ან თუ არ შემოყავს, როგორც მინიმუმ ოქტომბრის შემდეგ უზრუნველყო რომ საპარლამენტო არჩევნები, რიგარის საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბატონ ბიძინას უნდა რომ ქვეყანაში ნამდვილად დემოკრატიული პროცესები განვითარდეს, მაშინ იმ რიგარეში საპარლამენტო არჩევნებში კოალიციურად კი არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ისე რომ ფაქტობრივად იყვნენ ისეთი სუბიექტები მოხვდნენ პარლამენტში, რომელსაც შეიძლება არ ქონდათ ისეთი მხარდაჭერა, მაგრამ ბიძინას სახელს ამოფარებულები მოხვდნენ, არამედ ცალ-ცალკე და მივიღებთ იმ პარლამენტს რა პარლამენტიც უნდა გქონდეს ჩვენ. იქნება ძალიან მრავალპარტიული პარლამენტი და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ეს ქვეყნის ჩვენ ახლა დღეს საითკენ მივდივართ. არ არის რაღაცა სხვასის, ან არის დიქტატურა, ან არის დემოკრატია. სხვა გადაჭარბება უკვე ზედი დემოკრატია არის ბარდაკი, ზედი დიქტატურა კიდე არ არსებობს, არის დიქტატურა, ხო? ამიტომაც ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა დემოკრატია. დემოკრატიის უზრუნველყოფა ხდება როგორ? ხდება ისე რომ აი განწყობა ხალხის, სადაც წერია პირდაპირ ჩვენ კონსტიტუციაში ხო წერია რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხო და ხალხს უნდა მისცეს საშუალება. შეიძლება შენ დღეს ზიხარ და ფიქრობ რომ შენი სქემით რაღაცა უფრო მომგებიანია, მაგრამ როგორც კი შენ იწყებ შენი სქემით რაღაცის დალაგებას ისე რომ ხალხს აღარ იკითხები, შენ ბუნებრივია უკვე ხდები არადემოკრატი. შენგება ბლაგიმ ნამერინი ხო იცით როგორ? ამიტომაც აქ ესეთი მომენტია.
ან თამაშობ ერთს, ან თამაშობ მეორეს. ახლა რა გამოაჩენს, რას თამაშობს და ძალიან მალე გამოჩნდება. ეხლა ძალიან მალე გამოჩნდება. დღეს მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს სამი ოლქი ძალიან დიდად არ ჭირდება ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ სამი დეპუტატი საკონსტიტუციო უმრავლესობას ისედაც არ აძლევს, უმრავლესობა ჩვეულებრივი ისედაც აქვთ და მეტიც. ახლა თუ შიდა პარტიული გამაგრება და კვოტებს და დაპირისპირებებს არ ჩავთვლით, მაშინ გამოდის რომ ყველას ინტერესებშია, ხო, ამ ადამიანების შემოყვანა, მაგრამ მეორეა უნდათ კოალიციის შიგნით პარტიებს ეს რომ მოხდეს. ამიტომ აქ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უმრავლესობა დღევანდელი რომ უმრავლესობაშია ბიძინა ივანიშვილის ხათრით არის, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვა თავის სიტყვა. შეიძლება ვიღაცა ძალიან ბევრს იქ არ მოეწონოს, რომ სადღაც ვიღაცას რაღაცა უნდა დაუთმო, მაგრამ ახლა ისიც არის, ხო, რომ ლიდერი რო ხარ, შენ თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ მე ვამჩნევ ბოლო პერიოდში, რომ მაინც და მაინც არ ხდება ცენტრალიზებული მართვა. ვერ ხდება კოორდინაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები არის მთავრობაში. ეს ყველაფერი არის დამღუპველი. ახლა შეიძლება დღეს ვიღაცა ფიქრობს, არაუშავს ისწავლებს. ახლა ზოგი სანამ მართვას ისწავლის, ზოგი სანამ საპარლამენტო ცხოვრებას ისწავლის და ზოგი სანამ კანონპროექტების წერას ისწავლის, ისე განვითარდება საქართველოში მოვლენები, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იქნება. შეხედეთ, 9 წელი მართავდნენ ფაქტობრივად არც ერთი დაპირება არ შეასრულეს და იძახიან რომ ჩვენ მაგარი დემოკრატები ვიყავითო. 5 თვეა მოსულები არიან და უკვე უნდა აბა სად არის თქვენი დაპირებები და ფაქტობრივად ამათ თავს ამართლებინებენ კიდევაც, ხო? ახლა მძიმე მდგომარეობა რეგიონებში. ქართული ოცნება როგორც პარტია არ არსებობს. ახლა ნურავინ უმეწყენს, მაგრამ როგორც პარტია ქართული ოცნება არ არსებობს. ახლა აქ მეორე მომენტი იკვეთება, ეს არის შეგნებულად თუ ეს არის სპეციალურად ვიღაცა ასუსტებს ქართული ოცნების პარტიას, რომ საერთოდ შემდგომში პოლიტიკურ სუბიექტად ვეღარ გადაიქცეს ქართული ოცნება, თუ ეს უბრალოდ ხდება იმით, რომ ვერაობეს თავი პარტიულ ცხოვრებას. მაგრამ მეორეა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნაცმოძრაობა რასაც ვერ წაართმევ, ეს არის დისციპლინა. ამავდროულად ნაცმოძრაობა არის მდიდარი პარტია. როგორც თეთრი ფულით, ისე შავი ფულით. მას აქვს პარტიული ოფისები საკუთრებაში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, პარტიული დისციპლინა და დღეს თუ ვინმეს გონია, რომ მიშა სააკაშვილი ხელისუფლებაში არ დაბრუნდება, მე გეთანხმებით, არ დაბრუნდება და ვერ დაბრუნდება, მაგრამ არის ახლა ხალხის წამოწევა წინ მიდის. იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტების რანგში გამოდის, რომლებიც ფაქტობრივად შემდგომში ახალ ნიშას დაიკავებენ, აი ამ ახალ ნიშას და ამის უკან ვინ დგას, ამის უკან იდეოლოგია დგას, ეს იგივე, უბრალოდ ხალხის მოტყუება მოხდება, სხვა სახეები მოვლენ და იგივე იდეოლოგიას ამიტომ ხელოვნურად როდესაც რაღაცას აკეთებ, უნდა გათვალო ყველა რისკი. ახლა შეხედეთ, ნუ როგორი მდგომარეობა, ჩვენ ხომ ხედავთ, რომ ფაქტობრივად საკადრო საბოტაჟს აქვს ადგილი. ახლა გუნავა, გვარამია, კალანდაძეს დაკავება, აგერ ქალაქის პროკურატურაში განვითარებული მოვლენები, შეხედეთ რესურს ცენტრებთან დაკავშირებული მარგველაშვილის განცხადება, სადაც რაღაც ინფორმაციებს ბლოკავდნენ, იმიტომ რომ მინისტრის პრობლემა შექმნო და თვითონ აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებული მოვლენები. ეს ყველაფერი ხომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არის ან უცოდნარებით მიღებული გადაწყვეტილები და შემდგომში გამოწვეული რეაქცია, ან შეგნებულად ის ადამიანები, ვისაც ეს პირველი პირები ეხტნობიან, არასწორ გადაწყვეტილებას აღებინებენ, რომ შემდგომში მთელი პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ მეორეა. იმიტომ რომ ამის გამოცდილება ჩვენ უკვე გქონდა შევარნაძის მთავრობის დროს. დიდი მადლობა. ახლა დაულოდოთ მაინც მოვლენების განვითარებას გამოაჩენს რა ხდება ქვეყანაში. ძალიან მალე გამოჩნდება და ჩანს კიდევაც. და შეიძლება იმ სამ ოლქს მე აბსოლუტურად გეთანხმებით, მართლაც შეიძლება სასარგებლო იყოს. შეიძლება კი არა, ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება თუ კი საპარლამენტო ცხოვრებაში და თუ ხელოვნურად ალბათ რაღაც პარტიების მარგინალიზაცია. სხვა პარტიებს. დიდი მადლობა. კახა კაკიშვილი, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში Info9-ს ყოფილი თანამშრომლების პროტესტზე. ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და სააგენტოს ხელმძღვანელობას პირობების დარღვევასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ. Info9-ს დირექტორი ვარანა ელიაშვილი რეკლამის შემდეგ. საინფორმაციო სააგენტო Info9-ს ყოფილი თანამშრომლები ხვალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ჟურნალისტები სააგენტოს ხელმძღვანელობას სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაში პირობების დარღვევასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ. აქციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ვერ მოხერხდება, ჟურნალისტები შიმშილობას დაიწყებენ. მატრიცაში Info9-ს დირექტორი ვარანა ელიაშვილი.
საღამოშიდობის მადლობა მოსწვის ძალიან ძიმე ბრალდებები არის თქვენს მიმართ და მინდა რომ ესე ჩამოვყვეთ უბრალოდ ამ ბრალდებებს და თქვენი პასუხები მოვისმინო ამასთან დაკავშირებით. პირველი ეს უკავშირდება ხელშეკრულებების ვადაზე ადრეს შეწყვეტას ისე რომ ადამიანებს თქვა იმთვის ხელფასიც არ გადაუხადეს ანუ აი როგორც ამბობენ მაგალითად გიორგი საკარული ამბობს რომ მას ხელშეკრულება ქონდა დეკემბრის ბოლომდე მაგრამ ოქტომბრის ბოლოს არჩევნების დასრულებისთანავე შეუწყვეტეს მას ეს ხელშეკრულება. გოგე, მოდი დავიწყოთ იქიდან რომ IFO-ს ჟურნალისტების, ყოფილი ჟურნალისტების ძალიან მცირე ნაწილი აცხადებს ამას, იმიტომ რომ მე გავეცანი დღეს როგორც Guria News-ის სტატიას, ასევე Mediagy-ზე გამოქვეყნებულ სტატიას და მინდა გითხრა რომ ორივე შემთხვევაში მე რომ მათ ადგილას ყოფილიყავი კონკრეტულად იგივე გელა ბოჩიკაშვილის ან ჩემი ყოფილი ჟურნალისტის კეთი მიქაძის მე თვითონ იმდენი კითხვა მექნებოდა ამ ადამიანებთან ჩემს რესპონდენტებთან რომ ვეცდებოდი რომ იქვე ადგილზე დამეზუსტებინა ის რასაც ახლა შენ მეკითხები არც ერთ მათგანს ამისი მცდელობაც კი არ ქონდა გელა ბოჩიკაშვილმა მე დამირეკა და მე რომ ვკითხე რომ დიდი ბოდიშით მაგრამ რას მეკითხებით ანუ მეკითხებოდა ისეთ რამეს რისი პასუხიც მე საერთოდ Dar მე ძალიან მარტივ რაღაცას ეკითხებით. იყო თუ არა დადებული ამ ადამიანთან ხელშეკრულებები და შეცდა თუ არა ეს ხელშეკრულებები. გიორგი საკაროს მე შევხვდი დაახლოებით 1 კვირის წინ. ის მოვიდა ჩემთან. მას არანაირი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ან რამე ხელშეკრულება დაირღვა მასთან. არ ქონია. უბრალოდ მითხრა რომ შემოთავაზება ქონდა ერთ-ერთი მედია საშუალებიდან, რომელიც ეხლა იწყებს ასე ვთქვათ მოღვაწეობას და მითხრა რომ მორჩენია რომ IFO-ს თანამშრომელი იყოს კვლავ. მე ვთქვი რომ მეც მირჩენია გიორგი, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვაკანსია არ მაქვს. IFO-ში არ არსებობს ვაკანსია. მან ასევე მკითხა კამერებთან დაკავშირებით. თუ თქვი რომ ჯერჯერობით არ დასრულებულა მთელი ამ კამერების და მთელი აპარატურის და მთელი ქონების ინვენტარიზაცია, რო დასრულდება იმის შემდეგ კამერებზე კიდევ ისე ანუ და რა შეეხება იმას რომ გიორგი საკარულის მიმართ იყო დარღვეული რაიმე ხელშეკრულება მას მსგავსი პრეტენზია ჩემთან მუშაობის 7 თვის განმავლობაში არ გამოუთქვამს 7 თვის განმავლობაში და არც იმაზე დაბადებია ეჭვი რომ შესაძლებელი ყოფილიყოს თითქოს რაღაცა მაღალი ხელფასები ქონოდათ და მათ ნაკლები მიიღოთ იმიტომ რომ ყველა იღებდა იმ ხელფასს რომელზეც ხელი ქონდა მოწერილი ყველას ქონდა თავისი ეგზემპლარი. ანუ საერთოდ როგორ იყო თავიდან IFO-9, როდესაც შეიქმნა ეს საკმაოდ ქსელი იყო. ნამდვილად გეთანხმები 63 რეგიონში ჩვენ მყავდა კორპუნქტები. ეხლა ყავს 15. თავიდანვე იყო ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელა ქსელის შენახვა გაჭირდებოდა. რა შეშე ეჭვი. აქ ყველა თანამშრომელთან ხელშეკრულება იდებოდა, ყველა თანამშრომელი ამ ხელშეკრულებას ეცნობოდა. ანუ არა ჩემთან, არამედ მანამდე. ეს არჩევნო პროექტი. არამედ მანამდე. ეს ადამიანები რომ მოდიოდნენ სამსახურში მისაღებად, ჩვენ ვაცნობდით მათ ხელშეკრულებას. გარდა მაგისა, თუ კი მათ არ ქონდა თქვა ჟურნალისტური მუშაობის გამოცდილება, ან ოპერატორად მუშაობის გამოცდილება, ან მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნას, ჩვენ ვატრენინგებდით მათ, ასე რომ ჩვენ ხარჯავდით რესურსს, ვამზადებდით მათ და იმის შემდეგ უფორმებდით ხელშეკრულებას. ყველა პირობა რაც იყო ხელშეკრულებაში ჩადებული, მათთვის იყო ცნობილი და მათ ამ ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი. იყო პირობა არჩევნების შემდეგაც ისინი გააგრძელებენ ესეთ გაუგებრობაში მოყოლილი, მე ხავ ვთვლი რომ ეს ადამიანები ყველანი გაუგებრობაში არიან მოყოლილები და ძალიან ვწუხარ იმის გამო რომ ამ გაუგებრობაში ისინი ვიღაცამ ჩაითრია. ვინ ჩაითრია არ ვიცი, მაგრამ რაღაცა უცნაურ სქემაში მონაწილეობენ და ძალიან ვწუხარ ამის გამო. არც ერთ მათგანს არ ქონია არანაირი პრეტენზია არც ხელფასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტ ხელფასს ვიღაცა იღებდა და მათი ხელფასებიდან რაღაცა ნაწილი ვიღაცას თავის ჯიბეში მიქონდა. მათ რა თქმა უნდა ხელფასს ისინი იღებდნენ ნაღდი ფულით თუ ანგარიშით ჩარეს. როგორ გეკადრებთ? ყველაფერი აბსოლუტურად კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხებს. კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხებს ისინი იღებდნენ საბანკო ბარათებით და შესაბამისად არანაირი ხელზე გადაცემის შემთხვევა რასისულელი როგორ შეიძლება ამის გაფიქრებაც კი და ყველა მათგანმა იცოდა რაზე ქონა ხელი მოწერილი. გარდა მაგისა ისინი იღებდნენ პრემიერს იმ შემთხვევაში თუ მათი ნამუშევარი იყო გამორჩეული და ნამდვილად მათ შორის ვინც ამ გაუგებრობაში მონაწილეობს, მე ამას მხოლოდ გაუგებრობას ვარქმევ, იმიტომ რომ ის ბრალდება რომ თითქოს შეიძლებოდა რომ მათ ქონოდათ უფრო მეტი ხელფასები და ვიღაცას მათი ხელფასები წაიღო სხვაგან, ნუ იცი როგორი აბსურდია. ეს არის ის რომ ადამიანი მოდიოდეს ჩემთან და მეუბნებოდეს წერა კითხვა ვიციო და აი იას ვერ მიწერდეს, ხო?
ეს არის მეტი არაფერი, იმიტომ რომ ეს ადამიანი მაგრამ იყო თუნდაც სიტყვიერი დაპირება ინფოცხრას თანამშრომლებისადმი, რომ გასაგებია, რომ ასეთი ქსელი შენარჩუნება ვთქვათ, რაღაც მომენტში სიტყვიერი დაპირება დღესაც ძალაშია, რომ მერე ვთქვათ, მათთვის იქნებოდა გამონახული. დაპირება ის, რაც მე ყველა მათგანს მივეცი, დღესაც ძალაშია, რომ თუ კი ინფოცხრაზე გაჩნდება ვაკანსია, ყველა შემთხვევაში ამ ვაკანსიაზე დასაქმდება ყოფილი თანამშრომელი. რასაკვირველია ის, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ის ორკვირიანი ტრენინგები არ იყო საკმარისი, ნამდვილად, და იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იქ მაშინ ადგილზე ამ ყველაფერს წვდებოდნენ, მაგრამ შემდეგ პერიოდში, ხომ, როცა გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა იყო, იმიტომ რომ ტექსტი უნდა ეწერათ, ინფორმაცია თვითონ და მაშინ ინფორმაცია იცი როგორ იყო, ძალიან მარტივი მოსაპოვებელი იყო, ხომ? მაშინ ამ ინფორმაციას სხვები არ აშუქებდნენ თორემ. დღეს თავისუფალია მედია გარემო, თავისუფალია მედია სივრცე. ეხლა მთავარია რომ რამდენად კვალიფიციური ჟურნალისტი ხარ. მაშინ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ხელში მიკროფონს მიცემდი და ანაბანას აუხსნიდი, ხომ? მასალის მოპოვების, ძალიან კარგი მასალის მოპოვების, ძალიან ადვილი შესაძლებლობა ქონდა. ეხლა ცოტა უფრო რთული, იმიტომ რომ ეხლა თავისუფალია მედია სივრცე, ხომ? ძალიან ბევრი ტელევიზია. ანუ თქვენ თვითონ რომ ბევრმა ადამიანმა უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუწევს. რასაკვირველია, იმიტომ რომ როდესაც გიდგება შენ დირექტორს, ხო, არჩევანის გაკეთების, ესა რა ქვია, პირობა რომ უნდა დატოვო, თქვათ, ვერ დატოვებ 63-ს და უნდა დატოვო 15, ვის აარჩევ, გიორგი? არჩევს უფრო გამოსtildeს, უფრო კვალიფიციურს. კი, აქ არის ერთ-ერთი ადამიანი, არ მინდა ხა სახელების და გვარების დასახელება, იმიტომ რომ არ მინდა უბრალოდ ესე ძალიან სიღრმეში წავიდე, მე რაც თქმელი მქონდა, ჩემი ჟურნალისტისთვის, ქეთი მიქაძისთვის, მას ვუთხარი, ეს ყველაფერი ავტორთა ჩვენ საიტზე და ვისაც აინტერესებს შეუძლება ნახოთ. რაც შეეხება ადამიანს, რომელიც თვითონ მოვიდა და თვითონ გამიწყდა ხელშეკრულება, იცი, როგორ სიტუაციაში ჩამაგდო, რომ დამიტოვა მარტო ოპერატორი ერთ-ერთ რეგიონში. მას გარდა იმისა, რომ პირობების იყო გაცნობილი და დათანხმდა ამ პირობებზე, ხომ? უცებ შემიწყდა თავისი, თვითონ მოვიდა და გამიწყდა ხელშეკრულება. ნუ რას ვიზავდი, დავთანხმდი და მე სხვა შევთავაზე იგივე ინფოს, იგივე პირობებზე თუ იყო ის ამოსვლელი. ხომ? ამ ადამიანებს დღეს ვინც მუშაობენ რეგიონებში, ყავთ აქვთ მანქანა, ინფოს მანქანები, აქვთ ბენზინი და მოთხოვნა არის ის, რომ როდესაც მიტვირთავენ მასალას, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ მასალა იყოს ორმხრივი. ისე როგორც გასაგები. ხო, მიღებულია, ჩვეულებრივად. არანაირი განსაკუთრებული სხვა დავალება, ან რამე შეზღუდვა მათთვის არავის დაუწესებია. არც არასოდეს არ უთქვას. ხომ? ეხლა მე აქ წავიკითხე ერთ-ერთ ნათქვამი აქვს, რომ რაღაცა შეიცვალა 1 ოქტომბრის მერე. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი, რომელიც ამას წერს, ჩემთან მუშაობდა დეკემბრის ჩათვლით. ხომ? მარტში რატომ ამბობს ამას. მაშინ მეეთქვა იქვე, ხო? ამიტომ მე კამერების მინდა დავბრუნდე ამ კამერების. ვიფიქრობ, რომ ესენი არიან ძალიან გაღიზიანებულები და ვიღაცისგან, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, აი ნავთგადასხმულები. ასე და რა ვიცი ხა, იცით რა, იმოდენი კარგი რამე გვაქვს ერთად გაკეთებული, რომ აი ამ ყოლაფრის გადახაზო მე პირადად ძალიან მიჭირს. თუ მათი ადვილებად ეს მათი არჩევანი იქნება, მაგრამ მე ვიტოვებ უფლებას იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ცილისწამებები ჩემს მიმართ იქნება, ყველა ამ ადამიანს მე გავცე პასუხი. თითოეულ მათგანს სალცავ. კამერებზე მინდა კითხო. იყო დაპირება კამერების ჭუქებაზე და ძალაშია ეს დაპირება. რასაკვირველია ძალაშია. უბრალოდ ინვენტარიზაცია უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა დავწრულდეს ინვენტარიზაცია, რა თქმა უნდა ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ, იმიტომ რომ მოგეხსენება როგორი ფორს მაჟორი იყო, ხო? ანუ როგორი სისტრაფით ხდებოდა ეს ყველაფერი. რაღაცა გარკვეული რაოდენობის ტექნიკა კიდე არის გაბნეული და კიდე ველოდებით რომ დაგვებრუნდება. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, არა მარტო ის ადამიანები, ვინც მუშაობდნენ, ვინც ახლა მუშაობენ, იმათმა რა დააშავეს, ხომ? საჩუქარი და ასე ვთქვათ, წახალისება, კარგი მუშაობისთვის ეკუთვნის ისევე როგორც ყოფილ თანამშრომლს, ასევე იმ თანამშრომლს, რომელიც დარჩა და მუშაობს. თქვენ აპირებთ ამ ადამიანებთან შეხვედრას. იცი რა, ამ ადამიანებთან მე შეხვედრაზე უარი არასდროს არ მithქოს. ხო, გამემნები ერთ-ერთი მათგანი ჩემთან იყო 1 კვირის წინ და პრეტენზია რომ თურმე მას რაღაცა საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, მოკლედ ეჭვი აქვს ხელფასთან დაკავშირებით, მას პირადად ჩემთვის არ უთქვამს. მან მომიყვა როგორ დეპრესიაში იყო, როგორ უნდოდა ინფოში დაბრუნება, როგორ სთავაზობდნენ, ყველაფერი მომიყვა. მეც დაუჯექი, მოусმინე, ისევე როგორც ყველა მათგანს ვუსმენ და ვპასუხობ. და ისიც ტყუილია რომ ქეთი მიკაძემ შეიძლება ისე გვერდზე მეტო ტელეფონი და გასული ვიყავი მეორე ოთახში და ვერ უპასუხე იმ 15 წუთის განმავლობაში, მაგრამ
დიდი ბოდიში დილით დამხვდა სტატია, რომელშიც იმდენი წილისწამება იყო, იმდენი უზუსტობა იყო და ქეთი მიქაძემ, რომელიც ჩემი ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ყველაფერ ამაში მონაწილეობდა. გადასარევად იცოდა, ვინ როგორ იღებდა ხელფას, ვის რა ხელშეკრულება ქონდა, ვის რა პირობები ქონდა. და იმ პირობების დასრულების მერეც ძალიან ბევრს ვცდილობთ, რომ რეგიონებში რაღაცა მექანიზმი მოგვეწევნა, თქვათ როგორ შეიძლებოდა, რომ ხელმომწერები გაგვეჩინა და ამ ხელმომწერებიდან შემოსული თანხით მაინც უზრუნველყოფა გაგვეკეთებინა, რომ რეგიონებში დაგვემატებინა ჯგუფები, მე და ქეთი ამას ერთად გავდივდით, უბრალოდ არ გამოვიდა. მაგრამ არა უშავს, ერთი არ გამოვიდა, მეორე გამოვა. დღეს მაგალითად ახალი პროექტი დავიწყე და მეგონია, რომ ძალიან წარმატებული იქნება ეს პროექტი. და კიდე ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. უბრალოდ ამ ადამიანებს იცი რა მიკვირს, რატომ არიან იმათ მხარეს, ვისაც სურს რომ ინფო არ არსებობდეს. თუმცა ვიცი, ვისაც არ უნდა რომ არ არსებობდეს. ესენი რატო არიან იმათ გვერდზე, მაგას ვერ ხვდები. რა თქმა უნდა, ინფო რომ არ არსებობდეს, უნდა ყველა იმ ადამიანს, ვის შესახებაც ინფოს არქივში დევს მასალა. როგორ იქცეოდნენ ისინი 1 ოქტომბრამდე და რა საუბრობენ ისინი დღეს. ის მასალა რომ არ იყოს, ისინი ხო კიდევ უფრო ომახიანად დაიბრალებდნენ ძალიან ბევრ რამეებს, ხო? დღეს ისინი ვერ იბრალებენ. იმიტომ რომ არსებობს არქივი ინფოსი და არსებობს ინფო. ფიქრობთ რომ შევხვდეთ პრემიერ-მინისტრს თქვენს და თქვათ აუხსნათ რა. იცით რა, მე არ მესმის, არა, უკაცრავად, მე არ მესმის პრემიერ-მინისტრს რატომ უნდა შევხვდნენ ინფოს ყოფილი თანამშრომლები. მართლა არ მესმის. თუმცა მათ რასაკვირველი აქვთ უფლება, ისე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მეც და შენც, რომ თუ რაღაცა ისეთი გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის გარდა ვერავინ ვერ გადაჭრის, შეიძლება რომ გაგვიშტეს სურვილი და შევხვდეთ მას. უბრალოდ მე მართლა არ მესმის. რომელიმე მათგანმა არ იცოდა, რომ ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა რო დამთავრდებოდა, ვიღაცა მიიღებდა ხელშეკრულების გაგრძელების, თქვათ, რაღაცა პირობებს და ვიღაცა დაეთხოვებოდა სამსახურს, ყველა მიცოდა. რომელიმე მათგანმა არ იცოდა, რომ ხელფასი უნდა მიეღო იმდენი ბარათით, რამდენიც ეწერებოდა. აი, მე მართლა არ მესმის ამ ადამიანების. მგონია, რომ ვიღაცის ფეხის ხმას არიან აყოლილები და ერთადერთი მიზანი, რასაც ეს ყველაფერი ემსახურება, არის ის, რომ ინფოცხრა აღარ არსებობდეს. იცით რა, მე არ მინდა, რომ მონაწილეობა მიიღონ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა თავიანთივე შექმნილი ძალიან კარგი საქმის გაფუჭებაში და ამიტომ მინდა, რომ ისინი დაფიქრდნენ სანამ ამ ნაბის გადადგამენ. თუმცა, რასაკვირველია, ისინი მოზრდილი ადამიანები არიან. მე მათ, ასე ვთქვათ, უფლებებს არასოდეს არ ვარღვევდი და არც ეხლა ვარღვევ დავურღვიო და მათი გადაწყვეტილება იქნება ეს ჩემი გადმოსახედიდან სწორი თუ არასწორი, ეს მხოლოდ მათი გადაწყვეტილებაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა შემთხვევაში, ყველა იმ ცილისწამებაზე, რაც მე აქ ამოვიკითხე, არ ვაპირებ რომ გავჩუმდე. რასაკვირველია, ვაპირებ რომ ჩემი სამსახურის ღირსება, ყველა ჩემი ყოფილი თანამშრომლის ღირსება, ჩემი საკუთარი ღირსება დავიცვა. და ყველას ვისაც აინტერესებს, მივცე კომენტარი, დაველაპარაკო. და თქვა ის, რაც არაერთხელ მithქვამს მათთვის, რომ ჩვენთან ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველა თანამშრომელთან გაფორმებულია ხელშეკრულება. ყველამ გადასარევად იცის, როდის გავდის ამ ხელშეკრულებას ვადა და თუ ვინმეს არ გაუგრძელდება ხელშეკრულება, ახსნა განმარტებაც აქვს ამის თაობაზე. ძალიან დიდი მადლობა. მანანა ელიაშვილი ინფოცხრას დირექტორი იყო, მადრისის სტუმარი, გადაცემის შემდეგმა წელში კინოცენტრის ხელმძღვანელის არჩევნების შესახებ. მადრისაში რეჟისორი გენო ცაავა რეკლამის შემდეგ. კინოსთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ალბათ ყველას ახსოვს დაახლოებით 2 თვის წინ კულტურის სამინისტროში გამართული სხდომა, რომელზეც ძველი და ახალი თაობის კინორეჟისორები და კინომცოდნეები ერთმანეთს შეიძლება ითქვას მუშტიკრივით კინაღამ დაუპირისპირდნენ. ამ დღეებში ეროვნულ კინოცენტრში ახალი დირექტორის არჩევნები მიმდინარეობს. პროცესზე რეჟისორი გენო ცაავა მადრისაში. ძალიან დიდი მადლობა მოსვისთვის. ამიტომ ვიცი, თქვენც მონაწილეობთ კინოცენტრის დირექტორის არჩევნებში, ერთ-ერთი კანდიდატი ხართ, მაგრამ არ ხართ მოაყოფილი თვითონ პროცედურით და პროცესით, როგორც ეს მიმდინარეობს. კმაყოფილება არ არის, კმაყოფილება არ არის. აქ სერიოზული პრობლემებია ამასთან დაკავშირებით და შევეცდები, რომ ამასთან გაგიზიარო თქვენ და ჩემს კოლეგებს. რა პრობლემებია? ეხლა გუშინ ჩამოვქნდი ესპანეთიდან, იმიტომ რომ აი ამ პროცესს თვალს ვადევნებდი, რაც დაკავშირებული იყო კინოცენტრთან და საერთოდ კინემატოგრაფიასთან. ჩამოვედი გუშინდელი და ესე იგი ყველაფერი გამოგზავნილი იყო, ესე იგი რაც საჭირო იყო დოკუმენტაცია, პროექტი, რომელზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობ, ჩემს ჯგუფთან ერთად.
რომელიც არის, ესე იგი კინოცენტრი, რომელიც დავაფუძნდა ერთ-ერთი დამფუძნებელი თამამად შემიძლია თქვა, ვიყავი მე. აი ამ კინოცენტრის რაღაც არსებობს. 2000 წელს უზარმაზარი ძალისხმევით ჩვენ ეს მოვახერხეთ და ეს იყო ერთადერთი ესე იგი ფაკუთხედი, რომელიც ესე იგი კინოსექტორში იქნებოდა მთავარი დამფინანსებელი. სხვანაირად კინემატოგრაფიას უკვე არ ეწერა რა განვითარების პროცესი. და ამას თავისი განმარტებები აქვს. და ეს პროექტი, რომელიც ესე იგი წარმოადგენს ფართომასშტაბიან რეორგანიზაციის განვითარების გეგმას წარმოადგენს, არის უსერიოზულესი პროექტი და ეს არის კინოცენტრის დაფუძნების შემდეგ განვითარების გეგმა, მაგრამ ეს წინა ხელისუფლებაში ამაზე საუბარი საერთოდ შეუძლებელი იყო. პირიქით, კინოკანონში, რომელიც გვედოთ ჩვენ შიგნით, კინოკავშირის წევრები ირჩევდნენ კინემატოგრაფიის დირექტორს, წარადგენდნენ კულტურის მინისტრად და კულტურის მინისტრი ამტკიცებდა. ეს კანონით ესე იყო ძალსახად. ეხლა შეიცვალა სხვა სისტემა. და მე ამოღებული იქნა ეს კანონიდან, ანუ ძალსახად ერთპიროვნულად მიეცა საშუალება, რომ კულტურის მინისტრი ამტკიცებს. თუმცა ეხლა რამდენადაც მე ვიცი არსებობს სპეციალური საბჭო, რომელიც განიხილავს თქო კანდიდატებს და ამ საბჭოზეა დამოკიდებული. დიახ, სწორედ და ეხლა დღეს უკვე თვითონ ბატონ გურამ მოდიჩარიას მე ვესაუბრეთ, სამწუთიანი საუბარი მქონდა. და ვინაიდან კომპეტენტური არ არის ამ საკითხებში, მან ესე იგი მიმართა ესეთ საშუალებას, რომ გამოიჩინა პირადი კეთილი ნება, იქიდან გამომდინარე, რომ კინემატოგრაფისტებს დაკითხებოდა და იქიდან მიიღო რჩევა. ეს ძალიან კარგია და ესეც უნდა ყოფილიყო დღეს, სხვანაირად არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ის კანონი არასწორია და არ უნდა ყოფილიყო ერთპიროვნული და როცა კეთილი ნება არის, მაშინ ეს კეთილი ნება არ უნდა იყოს შეზღუდული. თუმცა არჩევნები მიდის, დღეს უნდა იყო შეხვედრა სამსაათზე, 15 კაცი იყო კონკურსანტი, აქედან 5 კაცი შეირჩა, ამ 5 კაცში მე საერთოდ აღარ მოხდი. ეხლა უკვე დაგვიანებულია ეს. არა, დაგვიანებული არ არის, იმიტომ რომ ესე იგი ეს პროცესი რო გავიგე, არც იყო შეტყობინებული და ჩემთან წინასწარ რომ ესე იგი არ ვიყავი კონკურსში. მე ქალბატონ მანას ვესაუბრებოდი იქიდან და ჩემი დაინტერესება იყო რომ ეს ყოფილიყო საჯარო და ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და თავაზობდი როგორც კი დამთავრდებოდა საბუთების შეტანის დრო გამოცხადებულიყო კონკურსანტები ესე იგი გამოქვეყნებულიყო აბსოლუტურად ყველას პროექტი იმიტომ რომ კინემატოგრაფისტები კინოპერსონალები დაინტერესებულები არიან ვის რა მოსაზრება აქვს ვის რა ხედვა აქვს განვითარებასთან დაკავშირებით და ეს ლოგიკურია თუ არა კინემატოგრაფის აბა ვის უნდა აინტერესებდეს ეს საჯაროობა და ეს გამჭვირვალება აბსოლუტურად მოხსნილი არ გაკეთებულა ეს მე ხოლმე ვთხოვდი მაგას მე ვთხოვდი კიდე დამატებით რომ ვინაიდან ამ ტიპის კომისია და არ არის ეს მაინც და მაინც მართებული კომისია იმიტომ რომ არ არის ფართო სივრცეში გასული ყოფილიყო გადაღებაც რომ ყოფილიყო ეგეც საჯარო აბსოლუტურად აქედან გამომდინარე ესე იგი რომ გავერკვიე რომ ესე იგი დღეს კონკურსანტიც კი აღარა ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი კინოცენტრის აღმოჩნდა არ მოეწონათ თქვენი პროგრამა ხო შეიძლება ასეც ხდება ხოლმე არა პროექტი არ შეიძლება რომ არ მოწონებოდა თუ გაეცნობოდნენ პროექტს მე დაწონებული ვარ რომ ბევრი გაცნობილიც არ არის აბსოლუტურად რა და ამის როგორც ამობენ დღეს გონერული ეჭვიც არის კი არა გონერული ეჭვი არის იმისთან დაკავშირებით რომ კომისია რომელიც შეიქმნა არის რომელიღაცა გარკვეული პიროვნებისთვის გასაყვანად ეს ისა რა ეს უკვე ცალსახად მე უკვე ამის ანალიზი გაკეთებული მაქვს მე ვნახე ეგ ელდარ შენგელაია ბატონი ელდარი რომელიც ძალიან ახლობელია და ჩვენ ერთად ვიბრძოდი და ერთად გამახორციელებთ კინოცენტრის კანონზე მუშაობა და ყველაფერი ამ საშინელება ის არის კიდევ რომ ამ კომისიაში რეზო ესაძე რომელიც აღარ არის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც გული შეწირა ამას. გული შეწირა, სული აბსოლუტური მნიშვნელობის, მაგის ერე 100 გულის გაკება გაუკეთეს. ბატონი მერაბ თავაძე არ არის, რომელიც დღეს კინოსტუდიის დირექტორი. ეს საბჭო არ არის საკმაოდ კომპეტენტური რომ გადაწყვეტს. აბსოლუტურად მე დღეს ვიც ვნახე იქა რა, მიუხედავად ჩემი ძალიან ახლო ურთიერთობებისა და მეგობრობისა და კოლეგიალობისაგან, იქიდან 96-97% არის ადამიანი, რომელსაც მიიღო მონაწილეობა, ეს არის მერაბი და ეს არის ბატონი ელდარი. მეტი კინოცენტრის პროცესში, შექმნის პროცესში არავის არ მოიღია მონაწილეობა აბსოლუტურად. არ არის ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და მე ესე იგი ბატონი ელდარი და ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი შევხვდით. დავისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან სერიოზული საუბარი იყო. მე აუხსენი ქალბატონ მანანას რომ ეს საკითხები რაც აღარ მოგახსენეთ არის აბსოლუტურად იგნორირებული. არის საჯარო არ არის აბსოლუტურად გაუმჭირვალე და ვითომეტეს რომ ამობთ რომ არ ახართ კომპეტენტური ხო მაშინ 12 კაცი დღეს ვერ უნდა წყვიტავდეს ამ იმას სერიოზულ საკითხს აქ არ არის დირექტორობაზე საუბარი რა ჩემი თვითმიზანი არ არის კინოდირექტორობა არის საუბარი
ფართო მასშტაბიან ორგანიზაციაზე. კინოსტუდია ქართული ფილმი, რომელიც საშინელ დღეშია, კინოცენტრი თავისთავად და ასევე კინოკავშირი. აქ არის საუბარი ერთ მთლიან მოდელის შექმნაზე. ანუ როგორც სახელმწიფოს სჭირდება მოდელი, როგორც კონსტიტუცია სჭირდება, ასევე დღეს კინემატოგრაფიას დადგა ის და არსებობს სახელმწიფო პოლიტიკური ნება, რომ ეს განხორციელდეს. შეიქმნას ერთი სერიოზული კინომოდელი, რომელიც იქნება გამჭვირვალე, რომელიც შეკრავს ამ სამ კუთხეს, ამ სამ ქვაკუთხედს, კინოცენტრს, ქართულ ფილმს, კინოკავშირს. და ერთი ტვინი ექნება ამას რა. ამაზეა მომართული ჩემი ისა. არის უზარმაზარი პროექტი რა. და ამის იგნორება არ შეიძლება. პროფესიონალი რომელიც წაიკითხა ესა და მე ახლა 2 დღეა, ესე იგი მაგ შეხვედრა ჩემს კოლეგებთან და ყველა მოლოდინში იყო, რომ რაღაცა ამით შეიძლება და დაძრულიყო რა, რაღაცა სასიკეთო ამბავი. რა პასუხია ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტროს საბოლოო ჯამში კულტურის სამინისტროს აქვს გადამწყვეტი სიტყვა როგორც მივახციეთ ბატონ ელდართან და ქალბატონ მანანასთან იმაზე რომ დღეს კომისია არ იქნება კომპეტენტური, ანუ დღეს რეკომენდაციას პრაქტიკულად ჩაიშალა არჩევნები, ახლა შეიძლება არ არის, ეს უხერხული იყო დღეს ამ სახით, მაგრამ კომისია, რომელიც არსებობს დღეს, ეს რეკომენდაციას ვერ გაუწევს ვერცერთს კულტურის მინისტრთან წარსადგენად. ამაზე ჩვენ შევთანხმდით დღეს ხალხსახად. ხო, პირველ საათზე მაქვს ბატონ ელდართან შეხვედრა, ჩვენ დავждდებით, დავისაუბრებთ, ჩამოვაყალიბებთ და თავარი აქცენტი გვაქვს გაკეთებული იმაზე, რომ ეს გავიდეს კინემატოგრაფისტთა სივრცეში. ანუ კინოკავშირი, გაფართოებული შეხვედრა მოხდება, ეს კინოსტუდიის თანამშრომლები დიდი არა, მან დარიცხებთ, ანუ პრინციპი უნდა იყოს ესეთი. მოხდება დანიშვნა, მოხდება ამ პროექტების გავრცელება, დაინტერესებული ვინც იქნება გაეცნობა, ჩაერთობა ამის განხილვაში, ამ განხილვის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პირობა უნდა იყოს, რომ კინემატოგრაფისტებმა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სახით, რა ფორმით ეს დამუშავდება ყველაფერი და აქედან გამომდინარე წარედგინება მერე უკვე კულტურის მინის კანდიდატურა. ანუ თქვენ აბსოლუტურად იცვლება ახლა სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სხვანაირად, ისვისაც ვიბრძოლდით, ხო? ეს აბსოლუტურად მაშინ იგნორირებულია. ყველაფერი დღეს უნდა დაექვემდებაროს საჯაროებას. ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს გამჭვირვალეობას და ჩემი მოდელი ამ სამი ქვაკუთხედის, ესე იგი, შეკვრაზეა საუბარი და გამჭვირვალეობაზე რა. დღეს თუ ესაუბრეთ, მაპატე, თუ ესაუბრეთ, თქვათ ამ კონკურსში მონაწილე სხვა ადამიანებს, თქვენ. კი, ესაუბრე. თვლიან თუ არა ისინი, რომ თქვათ ეს კონკურსი ისევე როგორც კი, ახლა სახელს არ დავასახელებ, მაგრამ ვესაუბრე, ორ ადამიანს ვესაუბრე, რომელიც აბსოლუტურად იზიარებს ჩემს. რო ეს არ ეხება, ესე იგი არ არის, ესე იგი არც საჯარო და არც ისა. ახლა ქალბატონი მანანა რო საუბრობს, ესე იგი ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილი ნება, მიუხედავად იმისა, რომ 100%-იანი ესე იგი იურიდიულად ერთ სასახად მინისტრს აქვს ეს უფლება მინიჭებული, კი, აქვს მინიჭებული, მაგრამ ეს ცუდია. და კეთილი ნება რო გამოიჩინეთ, მაშინ ეს უნდა უფრო ფართო მასშტაბში უნდა გავიდეს. მაშინ აქნება ამას აზრი ამ არჩევას. სხვანაირად გამოდის, რომ ეს არის სპეციალურად შექმნილი რაღაცა ვერკეტი კომისიის სახით, რომელიც ვიღაცას ლობირებს, რომ გავიდეს. არ არის აქ დირექტორობაზე საუბარი, აბსოლუტურად დამეთანხმეთ რა. აქ არის საუბარი სერიოზულ რეფორმაზე და ეს უნდა განხორციელდეს. დღეს კინოცენტრი, მიუხედავად იმ წარმატებების ახალგაზრდობის ძალიან მიხარია, ხო? კინოცენტრი გადადის ფონდის რეჟიმში და ეს არის შეუძლებელი, ეს არის გამორიცხული. ჩემი პროექტით ერთ წელიწადში 200 კინო ერთეულამდე წარმოებაზე გადის, რომელიც არის მზარდი. ჩემს პროექტში არსებობს ესე იგი 4 ძირითადი ალტერნატიული 100%-იანი დაფინანსება, ყოველწლიური გარანტირებული, რომელიც ეს აი როგორც ჰაერი, საერთოდ მნიშვნელოვანია კინემატოგრაფია ეს და რა არის კინოცენტრი, სტუდია ქართული ფილმი, კინოკავშირი, ფილმ წარმოება, ფინანსი და კინოწარმოება. ეს არ არის დღეს მარტო რომ ფილმი გადაიღო, ხარისხზეც არის საუბარი, თვითონ ყველაფერი, აი ძალიან საინტერესო და ისეთ პროექტია საუბარი და მე პირველ რიგში მაგ პროექტში წერ და ესე იგი ეს ინიციატივა რომელიც არის, ხო? ჩვენ უნდა შევქმნათ კინოცენტრის დირექტორი ვინც იქნება, უპირველესი მომენტი თავარი ეს არის, რომ უნდა შეიქმნას გადამწყვეტ უნარიანი კინემატოგრაფისტა, გინდა დარბაზზე დავარქვათ, გინდა საბჭო დავარქვათ, კონკრეტული რომელიც უკვე აი
კვლევა ძიებით შექმნით ერთ მთავარ კონცეპტუალურ პროექტს. ნებისმიერ შემთხვევაში ვის შემდეგ მე ფორსირებულად განვახორციელებთ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ესე იგი კინოსთან დაკავშირებით კიდევ ბევრი კამათი და დავაგველის როგორც ჩანს. ხო, აუცილებელია, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ განვითარდება. სხვანაირად ვერ განვითარდება და ახლა არის ჭიდილი და აქ არის ყველაზე მთავარი სახელმწიფო პოლიტიკური ნება არსებობს იმისა, რომ ეროვნულ კინემატოგრაფიას სერიოზულად მიეხედოს. უამრავი საკანონმდებლო ცვლილებები განსახორციელებელი. უამრავი, როგორც კინოცენტრში, როგორც სააქციო საზოგადოება ქართულ ფილმში, კინოკავშირი და ეს მთელი რიგი საკითხებია და ეს უნდა განახორციელოს ავტორიტეტული ჟელობით, პროფესიონალური ჩვევებით უნდა კინემატოგრაფისტებმა განსაზღვროთ და გავარკვიოთ. ჩამოვაყალიბოთ ერთი ნამდვილი კინემატოგრაფიული კონცეფცია, რომელიც უნდა განახორციელოთ რეალობაში მე რა. ეს არის ჩემი მიზანი და დამოკიდებულება და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ხვალინდელი შეხვედრა და ეს კინემატოგრაფისტებმა ეს ფართოდ გავა და მე დარწმუნებული ვარ ამ პროექტს ძალიან დიდი გულშემატკივარი ეყოლება. ყავს უკვე ამას სერიოზული გულშემატკივრები, ნამდვილი ჭეშმარიტი კინემატოგრაფისტები რა. ძალიან დიდი მადლობა. რეჟისორი გენოცა იყო მატრიცის სტუმარი, გადაცემა დასრულებულია ზუსტად 8-ზე. თეაშველიძის ბიზნესის დრო მეცხრე ხის პირდაპირ ეთერში მე ხვალამდე გევშთობებით.